მნიშვნელოვანი სიახლე არის brain computer interface ეძახიან, ანუ ესე ვთქვათ იმპლანტირებადი ჩიპები ან დაკავშირება ტვინის კომპიუტერთან. აი Neuralink-ი აკეთებს მაგას და საკმაოდ მოსალოდნელია რომ გაუმჯობესდება მოკლედ 2025-ში. და მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვანი დაავადებები, მაგალითად სიყრუე, სიბრმავე, პარკინსონი და ესეთ დაავადებები ნელ-ნელა დამარცხებული გახდება აი ამ ინტერფეისთან დაკავშირებით მიხედვით. ანუ ტვინის მგრძნობელობას, ან სენსორულ ინფორმაციის გადამუშავებას გაუმჯობესებს აი ეს დაკავშირებული ჩიპები და იმპლანტები, რომელიც რაც მეტი დრო გავა, ნაკლებ და ნაკლებ ტრამვული იქნება და ტვინის ოპერაციას არ დაჭირდება. ძალიან მარტივად დაკავშირდება ტვინთან. ხა ამაზე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული და ალბათ იცით კიდევაც ესენი და ესეც რეალისტურია, ანუ არაფერი მან ის არ არის, რა ქვია, ფანტასტიკა არ არის, მაგრამ ტექნიკის და დროის ამბავია ეგეც. ამიტომ მომავალში ბევრი ისეთ დაავადება, ან ბევრი ისეთ მდგომარეობა, აი სიყრუე მაგალითად, ან სიბრმავე იქნება დაძლეული, რაც ძალიან იმედის მომცემია. რა თქმა უნდა, წლები ჭირდება ამას. ესე მარტივად არ იქნება, თუმცა მნიშვნელოვან გარღვევებს ელოდებიან 2025-ში ამ ამბავში. მნიშვნელოვან დაკავშირებას თავის ტვინის და კომპიუტერის პირდაპირ.